დილა მშვიდობის დაიწყო ახალი სამშაბათო კვირა და გაცემათ ხის ნიუს რომ ებრუნდება პირდაპირ ეთერში მე ვარ ლელა ბაღდავაძე. ქართული ოცნება BBC-ს წინააღმდეგ რიგით მესამე სარჩელს ამზადებს. მმართველი პარტია დანებებას არაპირებს მიუხედავად იმისა რომ ბრიტანულმა მაუწყებელმა მათი სარჩელი ორჯერ უკვე უარყო. მიიღებს თუ არა ოცნება ბოდიშს რომელსაც BBC-სგან დაჟინებით ითხოვს ამას დრო აჩვენებს. იქამდე კი საქართველოს Freedom House-ის ანგარიში იმ ქვეყნების ჩამონათვალს დაემატა სადაც მთავრობა ტრანსნაციონალური რეპრესიების ტაქტიკას იყენებს. მაშასე საქართველოს და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დაგველოდეთ დავიწყოთ ზუსტად 60 წამში, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. ლუქსემბურგში 21 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრები სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების ირგვლივ იმსჯელებენ. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იქნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კრიტიკული გზავნილების მოლოდინში არიან. მათი თქმით, ფაქტი, რომ საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგის ნაწილია, აჩვენებს, რომ ყურადღება არ წყდება. ოპოზიციის ალიანსი 10 მაისიდან 26 მაისამდე საყოველთაო კარდაკარს გეგმავს. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციური ალიანსის წარმომადგენლები პირველ რიგში თბილისის ყველა უბანში მივლენ და მათ საკუთარ გზავნილებს გააცნობენ. მისივე თქმით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ოპოზიციის ალიანსის პირველი დიდი შეკრება იქნება. ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ირანთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის დღეს პაკისტანში გაემგზავრება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ მისი წარმომადგენლები ორშაბათს საღამოს ისლამაბადში ჩავლენ. თეთრი სახლის ინფორმაციით დელეგაციას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი JD Vance უხელმძღვანელებს. თეირანს ჯერ არ დაუდასტურებია მიიღებს თუ არა მოლაპარაკებებში მონაწილეობას. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს. ანა ბუჩუკური პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ქართულმა ანა და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ანა, დავიწყოთ მოდით ამ დროისთვის აქტუალური საკითხების შეფასება. პირველ რიგში კი ქართული ოცნების მორიგის სარჩელი BBC-ს წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლება დეკემბერში გამოქვეყნებულ რეპორტაჟთან დაკავშირებით ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ რიგით მესამე სარჩელს ამზადებს და შალო პაპუაშვილის განცხადებული მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით. გაკვირვებულია ქართული ოცნება, როგორც პაპუაშვილი ამბობს, დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა აღმოჩნდა კოშმარი, სასამართლომდე ჯერ ვერ მივდივართ. მესამე სარჩელიც უშუალოდ BBC-ში შედის, მას ამჯერად განიხილავს ჯგუფი, რომელმაც სიუჟეტი დაუკვეთა, ჩაიბარა და ეთერში გაუშალა, ამბობს შალო პაპუაშვილი, რომელიც იქვე აცხადებს იმასაც, რომ ბრიტანული სამართლებრივი სისტემის ფონზე არავინ უნდა მისცეს საქართველოს შენიშვნა სამართლებრივი პროცედურების საკითხებზე. მოგლეთ, როგორ ფიქრობთ, რა გამოვა ოცნება BBC-ს დავიდან, რა პირი უჩანს და რამდენად შეიძლება ქართულმა ოცნებამ მიიღოს ის ბოდიში, რასაც ასე დაჟინებით ითხოვს მსოფლიოს გავლენიანი ტელეკომპანიისგან. გამარჯობა ლელა, როგორც ჩანს, შალო პაპუაშვილი გაოცებული არის იმიტომ, რომ მურუსიძე ვერ დახვდა და ვერ იპოვეს დიდი brიტანეთის სასამართლო სისტემაში და ამიტომ იქ სადაც სამართალი, მართლსამართალია და კანონი სადაც მუშაობს და ეგრეთ წოდებული rule of law, ანუ კანონის უზენაესობა მუშაობს, დღევანდელი ოცნება ასეთ სისტემებთან არის უძლური. ეს არის და ეს დადასტურდა. მე ხო საქმის დეტალებს არ ვიცნობ, იურისტი ვარ და ამიტომ თავისუფლებას არ მივცემ, რომ რაღაც დეტალებზე ვისაუბრა, რასაც ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ აი ეს ისტერიული რეაქცია და რეაგირება ნიშნავს ამ უსუსურობას, ანუ იქ სადაც კანონია, კონსტიტუცია და დემოკრატია, ასეთ სისტემებთან ოცნების მსგავსი რეჟიმები და სისტემები არის აბსოლუტურად უსუსური და ამისი გამოვლინება, ეს ისტერიაც არის ამისი გამოვლინება. მაშინ რატომ წერს სარჩელზე თუ კი შესაძლოა მის სასარგებლოდ არ იყოს საქმეში არსებული მასალა. მე სამართლებრივ დეტალებს არ ვიცნობ და ვერ შევალ დეტალებში, მაგრამ ზოგადად ოცნებას ჩვევია ნებისმიერ კარგად გამოსდის, სხვა შორის ოცნებას რაც ახლა ყველაზე კარგად გამოსდის არის პროპაგანდირება, ანუ ტყუილების ტირაჟირება, აი ყოფილა ხოლმე შემთხვევები, როდესაც თქვა არის რაღაცა მარცვალ სიმართლეს აქცევენ სპილოდ. შესაძლოა ამისთვისაც აკეთებდნენ, თუმცა როგორც გითხარით, სამართლებრივ დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ პროპაგანდისტვის რომ გამოიყენება მათ შორის დიდ ბრიტანეთზე თავდასასხმელად და სხვა ჩვენს პარტნიორებზე და მრავალი წლის მეგობრებზე თავდასასხმელად სხვადასხვა
მოვლენები თუ გადაწყვეტილებები, ესეც ახალი პრინციპში ამაში არაფერი არ არის, მაგრამ საქმე როდესაც როგორც კი შეეხება ხოლმე ბიძინა ივანიშვილს და ბიძინა ივანიშვილის სახელს დაგვარს, განსაკუთრებით ისტერიულები ხდებიან ხოლმე ოცნების წარმომადგენლები, ნუ მათ ერთადერთი გენელია მათთვის, რომლის წინაშეც არიან პასუხისმგებელი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ხო, ქართული ოცნება არც აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენებას აღიარებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ და არც ზოგადად რეპრესიების გატარებას, არადა ამასობაში, აგერ ნახეთ, რომ მორიგი საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ი აქვეყნებს ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ დამატებით იდენტიფიცირებულია 6 სახელმწიფო ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კანია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს 2025 წლის მონაცემებით, როგორც მინიმუმ 54 მთავრობას, რაც მსოფლიოში ქვეყნების მეოთხედზე მეტს შეადგენს, უცდია საზღვარგარეთ განსხვავებული აზრის გაჩვენება. აი რას ნიშნავს ჩამოთვლილი ქვეყნების კატეგორიაში საქართველოს გადასროლა და მეორე მხრივ როგორ აისახება არა მხოლოდ უშუალოდ ქართულ ოცნებასა და მის იმიჯსა და რეპუტაციაზე, არამედ მთლიანად საქართველოს იმიჯზე ის, რომ ჩვენი მთავრობა აი დადანაშაულებული და მხილებულია ტრანსნაციონალურ რეპრესიებში მოქალაქეების წინააღმდეგ. პრინციპში ლელა Freedom House-ის ანგარიშიც კი არ გჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ აღვქვათ რეალობა, ხო ახლა თქვენ მედიის წარმომადგენელი ბრძანდებით, მე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი და ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი პირი განურჩევლად საქმიანობისა, როდესაც არის კრიტიკული, ასე ვთქვათ, ოპოზიციურად გამოირჩევა კრიტიკული ხმა არის ხელისუფლების წინააღმდეგ, ქართული ოცნების წინააღმდეგ, ნებისმიერ ასეთ ადამიანს გამოგვიცდია რა პირობებში გვიწევს ჩვენ ზოგადად ცხოვრება და არსებობა. თქვენ კითხვის ფორმულირება აბსოლუტურად ჩემი აზრით სწორად დასვით აქ აღარ არის საუბარი იმაზე, ოცნება ზიანდება თუ არ ზიანდება, ოცნების ზიანი მე პირადად ნამდვილად არ მაღლობს და ვერ იქნება ეს ჩემი სანებიულო, მაგრამ საბოლოო ჯამში ოცნების პირობებში საქართველოს სახელმწიფოს ზიანდება და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები ზიანდება და ეს არ ეხება მხოლოდ ამ შემთხვევაში ერთ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის, არასამთავრობო, ესე ვთქვათ, ორგანიზაციებს და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს რო თავი დავანებოთ, შეხედეთ ჩვენი პარტნიორი, მრავალი წლის მეგობრები და მოკავშირეები ისე დაგვაშორა ოცნებამ და ისე იმდენად მუდმივად თავს ესხმის და შეურაცხყოფას აყენებს და ხანრას უწოდებს, საბოლოო ჯამში ეს გვეტრიალდება ყველას ჩვენ, ანუ საქართველოს სახელმწიფოს, რომელიც ასეთ ტურბულენტურ ვითარებაში და დღეს მსოფლიოში არ მხოლოდ ჩვენს სამეზობლოში, მსოფლიოში არის ხო ტურბულენტური ვითარება და იმის ნაცვლად რომ პირიქით ჩვენ პარტნიორებს ვიმატებდეთ და ვამყარებდეთ უკვე არსებულ ურთიერთობებს, ოცნება მიზანმიმართულად მე არ მჯერა რომ ეს ხდება შემთხვევით, ეს ხდება არაკომპეტენტურობის და მიზანმიმართული პოლიტიკის გამო, რომ ხდება პირიქით იზოლირება, ფაქტობრივად ქვეყანა ექცევა უფრო მოწყვლად ვითარებაში, ვიდრე ისედაც ობიექტური გარემოებების გამო ვართ, კარგავთ მეგობრებს, ოღონდ შეგნებულად კარგავთ მეგობრებს, ხდებით იზოლირებული და იზოლირებული საქართველო, მე მგონი ჩემი ახსნა არ არის საჭირო ამ პირობებში რას ნიშნავს. ეს არის კიდევ უფრო მეტი საფრთხე და კიდევ უფრო მეტი რისკი, ისედაც 20% ოკუპირებულია ამ ქვეყნის და ისედაც მეზობელი ყავს ის, ვინც ყავს ჩვენ და სამწუხაროდ. ამიტომ აქ იმაზე კი არ უნდა ვიდარდოთ ოცნებას რა იმიჯი აქვს, ოცნების იმიჯი არ მაღელვებს. საქართველოს სახელმწიფოს იმიჯი, ქვეყანა, რომელიც ნელა თქვენ პირადად ძალიან კარგად იცით, ქვეყანა, რომელიც რეგიონში იყო საამაყო პარტნიორი. დიდი ხნის წინ კი არა, 5-6 წლის წინ თუნდაც საამაყო პარტნიორი. განა იმიტომ რომ მაშინ პრობლემები არ ქონდა, როგორ არა გამოწვევები ყოველთვის ქონდა, ხო? იმიტომ რომ განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანაა და 30 წელია, ნუ ცოტა უფრო მეტი რა თავისუფლება, უბრალოდ დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ, მაგრამ თითით საჩვენებელი სახელმწიფო ვიყავით, რომ აი შეხედეთ საქართველოს, როგორ სწრაფად ახერხებს ის განვითარებას დღეს 5-6 წლის თავზე. ხო, ზუსტად ამიტომაც არ კარგავს აქტუალურობას კითხვა, სად ვიყავით და სად მოვედით და ჯერ კიდევ საით მივდივართ. ანა, რადგან რეპრესიებთან დაკავშირებულ პრობლემამდე მოვედით, მინდა რომ ერთი კითხვა აქცენტირებულად დაგისვათ უშუალოდ პროტესტის ფარგლებში დაპატიმრებულ ადამიანებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ხელისუფლების მისამართით არ წყდება მოწოდებები ამ ხალხთან დაკავშირებით გამოსავალი მოძებნოს და მეტიც აი ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილსაც სთხოვს თუ მოუწოდებს აქტიურად მოკლედ
მოქმედებაში მოიყვანოს შეწყალების მექანიზმი, რომელიც მის ხელთა. აი ამასთან დაკავშირებით სხვა შორის გასულ კვირას ჟურნალისტების შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ ასეთი პასუხი ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კერცხალიას: ყოველთვის მოწადინებული ვართ შეწყალების ჰუმანური აქტი აღსრულდეს, დარწმუნებული ვარ, როცა ამის დრო იქნება, გადაწყვეტს პრეზიდენტი და აქტი შედგება. აი როგორ ფიქრობთ, როდის იქნება ამის დრო, როდის შეიძლება დადგეს ამის დრო? კიდევ რა შეიძლება მოხდეს, რომ ქართულმა ოცნებამ პოლიტპატიმრებად მიჩნეული პირების გათავისუფლების კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს? ბატონი კერცხალია ჩვეულებრივი უტიფარი მატყუ არა, იმიტომ რომ სულ რამდენიმე დღის წინ მასაც როგორც დეპუტატს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ხარი დაეჭირა ჩვენი საპარლამენტო გუნდის მიერ წარდგენილი კანონპროექტისთვის, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების ამნისტიას. რატო არ დაუჭირა მხარი ბატონმა კერცხალიამ? რატო არ დაუჭირეს მხარი ჯარიმებზე? რატომ არ გაიზიარა ქართულმა ოცნებამ ინიციატივა, რომელიც თქვენმა ძალამ წარადგინა? ამაშიც რა, ესე ვთქვათ, პოლიტიკური გზავნილი უნდა გზავნილი არის ადამიანების ჩაქრა. ზოგადად რო დააკვირდეთ, ხო, ანუ რას გვაჩვევს, რას ცდილობს რომ შეგვაჩვიოს ოცნება ცდილობს შეგვაჩვიოს მორალურად, ანუ ფსიქოლოგიური ტერორია, ხო, ეს ერთგვარი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ ჩემს ხელში ხართ. ანუ არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, ხო? გაწვალებთ, გცემთ, ისე რომ არავის დავსჯი, ცემის გამო უკანონობას ჩავიდენ. მე ჩემზეა დამოკიდებული, მინდა შეგიწყალებ, როცა მინდა შეგიწყალებ, როცა მინდა არ შეგიწყალებ, როცა მინდა ჯარიმას მოგიხსნი, როცა არ მინდა არ მოგიხსნი. აი ხო ჯარიმებთან დაკავშირებით ამნისტიასაც რომ თავი დავანებოთ, ანუ ზოგადად ამნისტიას რომ თავი დავანებოთ, ჯარიმები რას უკავშირდება? ადამიანებს ჯარიმები დააკისრეს ფაქტობრივად ტროტუარზე დგომის გამო. აი ამ პირობებში ვცხოვრობთ. და ჩვენ მოვუწოდეთ ოცნებას, რომ როდესაც ლაპარაკობთ ქრისტიანობაზე და როდესაც ლაპარაკობთ რაღაც ოჯახურ ღირებულებებზე და იმას გვასწავლიან თურმე ჰუმანურობას და ადამიანობას. ამაზე მეტი თან ძალიან მარტივად გასაკეთებელია ადამიანური აქტი, რა შეიძლება ახლა დღეს ოცნებამ მიიღოს, რომ ჯარიმებისგან გაათავისუფლოს ეს ადამიანები. არა. ისევ გონორით, უკაცრავად ტერმინისთვის, ისევ აიქეთ რაღაცა, რომ აი ბოდიში მოიხადონ, მოინანიონ, კიდევ აი ამ დამოკიდებულებით ექცევიან ადამიანებს, ამ დამოკიდებულებას გამოხატავენ ძალიან აგრესიულად, მათ შორის ეს ბატონი, რომელიც გვარიც თქვენ ახლა წაიკითხეთ, ამიტომ მათი მთელია ესეც პროპაგანდის ნაწილია და უტიფრობა, ეს არის უტიფრობა, სხვას მე ვერაფერს სხვა შორის, რადგან პროტესტის ფარგლებში დაპატიმრებულ ადამიანებზე ვსაუბრობთ, აი საპატრიარქო გამოთქვამს მზადყოფნას ამ პირების გათავისუფლების საკითხზე ხელისუფლებასთან იშუამდგომლოს. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, თვითონ ეკლესიას რა როლის თამაში შეუძლია ამ პრობლემის გაწყვეტაში და ეკლესიის ჩართულობამ თუ შეიძლება რამე შეცვალოს თქვენი აზრით? ნუ ეს რა თქმა უნდა, მე იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც თვლი რომ ეკლესია და სახელმწიფოა, თუმცა მე როგორც მართლმადიდებელი და მრევლი, რა თქმა უნდა, ვთვლი რომ ეკლესიას შეუძლია ძალიან პოზიტიური როლი ითამაშოს მათ შორის ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ და სხვათა შორის აი თუ დაკურებული იქნებით, მანამ სანამ ილია მეორე ჩვენი პატრიარქი ცოცხალი იყო, ის ყოველთვის ამახვილებდა ხოლმე ყურადღებას არა თქვათ რაღაცა ხელისუფლებებთან მიმართებით, ყოველთვის ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში მისი მოწოდება ყოველთვის იყო და ის ზრუნავდა პატიმრებზე. ეს გამოირჩეოდა ის განსაკუთრებული ზრუნვით პატიმრებთან მიმართებით. ამიტომ მე ხარ, რა თქმა უნდა, თავს უფლებას არ მივცემ ვიღაცას მოუწოდო რომ ეს გააკეთე, თუმცა მე როგორც კიდევ ერთხელ ვამბობ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ნამდვილად ვისურვებდი, რომ ეს როლი და ეს დამოკიდებულება ჩვენი პატრიარქის ილია მეორის, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა პატიმრების მიმართ, მე ნამდვილად ვისურვებდი, რომ ეს დამოკიდებულება პატიმრების მიმართ გაგრძელდეს, ესე ვთქვათ, ეს მემკვიდრეობა ესე ვთქვათ, გადავიდეს. თუმცა ახლა ეს მათი გადასაწყვეტია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აქაც ოცნების სიყალბე და სიფლიდე ჩანს, როდესაც ხო ცდილობენ რაღაცნაირად ექსკლუზივი ჰქონდეთ ქრისტიანობაზე და მართლმადიდებლობაზე და ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა შემწყნარებლობაში დგას. ხედავთ ასეთ მცდელობას შემწყნარებლობის არა. გავლენის მოხდენის იმ პროცესზე, რომელიც ქართულ ეკლესიაში ახლა მიმდინარეობს. ოცნების მხრიდან?
ქართულ ოცნებას გულისხმობ ამ შემთხვევაში, თუმცა თუ სხვა რომელიმე მხარის მხრიდან ხედავთ, ზოგადად ამაზე ჩვენ პირველივე დღეებში შეამჩნევთ, რომ ძალიან მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ ჩვენ. ესეც ჩვენი პრინციპული პოზიცია არის, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სინოდის მიერ მისაღები გადაწყვეტილება და სინოდის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია ცხადია მიიღებს. არავის და არავის გულისხმობ ყველას. ზეგავლენის მოხდენის ბერკეტი ყოველთვის ნებისმიერ სიტუაციაში ხელისუფლებებს უფრო მეტი აქვთ, ხო? მაგრამ როდესაც მოვუხთ არავის გულისხმება, როგორც ხელისუფლება ის ნებისმიერი სხვა, არავის აქვს უფლება, რომ ამ პროცესებში ჩაეილეს. იმიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი მკაფიო პოზიცია არის ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სინოდის მიერ მისაღები გადაწყვეტილება და ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჩვენი მხრიდან. ისევ პოლიტიკურ საკითხებს რომ დაუბრუნდეთ ამში ქართული ოცნების ხელისუფლების ნაბიჯების და გადაწყვეტილებების გამო საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის ობიექტია, რის გამოც ვიცით რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ეუთოს მოსკოვის მექანიზმიც კი გააქტიურდა და რაღაცი კრიტიკული დასკვნის მომზადებაც კი მოხდა ამ მექანიზმის გააქტიურებას საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა აქვე ჩნდება კითხვა რა შანსია იმის, რომ ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ აი საერთაშორისო არენაზე, საერთაშორისო ველზე სხვა სახის საერთაშორისო მექანიზმი გააქტიურდეს. აი მაგალითად თავად მოსკოვის მექანიზმის ავტორი პატრიცია გრჟებიკი ამბობს, რომ მაგალითად ჰააგის სასამართლოს მიერ გამოძიების ინიცირება ძალიან რთული პროცესი იქნება და ეს მარტივად არ გამოვა. მაშინ ისმის კითხვა რა აიძულებს ქართულ ოცნებას, რომ პოლიტიკას შეცვალოს. საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კრიტიკულ ანგარიშებს აგროვებს მართველი პარტია, შეიძლება ითქვას ეს ერთგვარ სტატისტიკადაც კი იქცა. მაგრამ აი მართლაც არ კარგავს აქტუალურობას კითხვა, რა გარემოებებმა უნდა აიძულოს ოცნება, რომ ეს ანგარიშები გაანალიზოს, დასკვნები გამოიტანოს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს. ერთადერთი ვიზეც ქართული ოცნება დღეს რეაგირებს არის ამორჩეველი. საერთაშორისო ორგანიზაციებს და მე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ყოველ შემთხვევაში კარიერის დიდი ნაწილი სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში მაქვს გატარებული, როგორც საჯარო მოხელეს. ძალიან კარგად მესმის საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის ფასიც, დასკვნების ფასიც, საერთაშორისო მექანიზმების ფასიც, მაგრამ ჩვენ რეალურ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. ვერავინ და ვერაფერი ვერ იქონიებს გავლენას, უფრო სწორად ვერავინ და ვერაფერი ვერ გააკეთებს ქართველი ხალხის და საქართველოს ამორჩევლის საქმეს. ერთადერთი ვისაც შეუძლია დღეს ოცნებაზე მოახდინოს ზეწოლა და ზეგავლენა, ეს არის საკუთარი ამორჩეველი. და არავის ეგონოს, რომ საკუთარ ამორჩეველს ოცნება არ უყურებს და არ ზომავს. თუ დააკვირთ ეს ხშირად ახასიათებთ მათ, ანუ ოცნებას აქვს იმის ფუფუნება, რომ შიდა კვლევები, პროსტატ კვლევები შიდა მიზნებისთვის ხშირად ჩაატაროს, გაზომოს ხოლმე, ესე ვთქვათ, ამორჩევლის განწყობები და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი შემორჩენილი საკუთარი ამორჩეველი. ამიტომ აი, როდესაც დარწმუნებული ვარ, თქვენც ბევრჯერ გქონიათ ხო ესეთ სიტუაციას სტუმრები, როდესაც აი იგივე უნგრეთის მაგალითზე საუბრობენ ხოლმე კოლეგები არც ზოგიერთმა ეხლა აღმოაჩინა, რომ თურმე არჩევნები არის ხელისუფლების ერთადერთი გზა, ამ ნაწილს ჩვენ უნგრეთი ნამდვილად არ ვჭირდებოდა, მაგრამ ნახეთ რა არის ძალიან სპეციფიკური და რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს. იმისთვის, რომ ოცნება დამარცხდეს, ანუ გადავიდეს ოპოზიციაში და დათმოს, ესე ვთქვათ, ხელისუფლება, მოუწიოს ხელისუფლების დათმობა, ოპოზიციისა და ოცნების მხარდაჭერას შორის ხვაობა უნდა იყოს დიდი. 2024 წლის არჩევნებზე ეს ხვაობა ახლოს იყო, ხო? შესაბამისად ოცნებამ შეძლო ის, რომ დაეწერა 54%, კი, შემდგომ უკვე ამას მოყვა турბულენცია, თუმცა турბულენცია უფრო მეტად ყობახიძის განცხადებას მოყვა, რომლითაც გააჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, თუმცა საბოლოო ჯამში ოცნება მაგერ კოჭლით თუ არა კოჭლი ლეგიტიმაციით ნახევარი გაატარა, ხო, უკვე თავისი თერმის, ანუ 4 წლიანის ნახევარი უკვე გასული არის. ახლა ჩვენი გუნდი რაზეც არის, ესე ვთქვათ, ორიენტირებული არის სწორედ იმაზე, რომ ოცნებასა და სანამ ოცნებას არ მოწყდება ის ამორჩეველი, რომელსაც არ იმსახურებს ლელა. და ჩვენ ხომ რეალობას უნდა მოწყვითოთ ეს ამორჩეველი, რა გეგმები გაქვთ ამისთვის. უშუალოდ გახარიას პარტიასაც და ამავე დროს სხვა შორის ოპოზიციურ ალიანსზეც მაინტერესებს თქვენი შეხედულება. თქვენი პარტიის არაერთ წარმომადგენელთან ამ თემაზე გვისაუბრია, თუმცა ჩვენ კარგი ხანია არ შევხვედრილვათ ერთმანეთს, ამიტომ თქვენც კითხავთ, თქვენ ოპოზიციური, ასე ვთქვათ,
სპექტრის ერთ ნაპირზე დგახართ, ალიანსში შემავალი პარტიები სხვა მხარეს. შესაბამისად, აი იმ გეგმებს როგორ უყურებთ, რასაც იქ ამუშავებენ, მათ შორის დაიწყეს მარათონი, ანუ საქართველოს სხვა ქალაქსა და სოფელში ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრები, ისევე როგორც საპროტესტო აქციების გამართვაც შედის მათ გეგმებში, მათ შორის უშუალოდ 26 მაისს თბილისში საქართველოს დედაქალაქში. სად იქნებით 26 მაისს აქციის დროს, ესეც მაინტერესებს, ანუ მიუხედავად რიგ საკითხზე თქვენს ძალებს შორის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა 26-ში დადგება თუ არა გახარიას პარტია ალიანსთან ერთად არა. აი ეხლა ცოტა უფრო გავშლი თემას, რომ საინტერესო კითხვა არის და ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის. აი წეღან რაზეც საუბრობდი, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ თუ და აქაც იყოფა სხვათა შორის ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება. ეხლა მე ძალიან ბევრი ოპოზიციური ლიდერისთვის მომისმენია, რომლებიც თვლიან, რომ ქართული ოცნების ამორჩევის ლაპარაკს აზრი არ აქვს. ძალიან დიდი ბოდიშება როგორ აპირებენ ივანიშვილის დამარცხებას. ანუ ადამიანი თუ ბაბლში საკუთარ საპნის ბურჯში ჩაიკეტა, ის ვერ განვითარდება და სამწუხაროდ ოპოზიციის ძალიან დიდ ნაწილს ეს დაემართა უკვე საქართველოში. Facebook ბაბლებით რეალობას ვერ გაიგებს ეს ხალხი. სოციალური ქსელი არის სოციალური ქსელი, 21 საუკუნეში სოციალური ქსელის მნიშვნელობა მე ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ჩვენ არ უნდა აგვერიოს Facebook განწყობები, არ უნდა შეგოშალოს რეალობაში, არ უნდა შეგოშალოს რა ხდება რეგიონებში. ძალიან დიდი აცდენა და ამის დამადასტურებლად მოგიყვანთ რამოდენიმე მაგალითს. ჩვენ როდესაც საუბრობთ, რომ აუცილებელია, რომ სხვაობა ოცნების მხარდაჭერას და ოპოზიციის მხარდაჭერას შორის იყოს, ეს ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში ვინც უკვე ოპოზიციურად არის განწყობილი, ნელა გასაგებია ხალხის პოზიცია. ის ხალხი თავის არჩევანს გააკეთა. სამუშაოა მასთან ვინც არის ქართული ოცნების პარტია. რა თქმა უნდა და ამ ხალხთან ჩვენ გვაქვს უნარი რომ ვისაუბროთ და ვილაპარაკოთ, ამის გამოცდილება ჩვენ გქონია. დღეს სამწუხაროდ ლელა ოცნებას ყავს იმაზე მეტი ამორჩეველი ვიდრე იმსახურებს. 54% რო არ ყავს ამორჩეველი გასაგებია, მაგრამ 30 მაინც ხო ყავს. 35-30 ხო ყავს. არ იმსახურებს ოცნება 30-35% მხარდაჭერას, მაგრამ დღეს ოცნება სამწუხაროდ დგას მათ შორის ოპოზიციის სისუსტეზე. და ოპოზიციის სისუსტე რა მდგომარეობაში დღეს ოპოზიცია არის, ამაში ოპოზიციის წვლილი სამწუხაროდ არის ძალიან დიდი. ამითი გადავდივარ თქვენს იმ შეკითხვაზე, აი ალიანსთან დაკავშირებით რას ვფიქრობ. კი ბატონო, ანუ მათი გადაწყვეტილება წარმატებას უსურვებ, არის ვიც რაღაც სხვა გეგმები აქვთ, მეც ვნახე, მაგრამ 10 მაისიდან რო იწყებენ რეგიონებში სიარულს, მანამდე რა შვებდნენ, ბოიკოტში იყვნენ? ანუ მერე რას აპირებენ? ანუ ნახეთ ლელა, ბოლო 1 წლის განმავლობაში რაც მოხდა და ძალიან ბევრი რამ მოხდა. თუ ჩვენ ბოლო 1 წლის განმავლობაში დაშვებულ შეცდომებს არ დავარქმევთ, დანაშაულს არ დავარქმევთ, პოლიტიკურ ნაწილზე მაქვს საუბარი, ამაზე ხმამაღლა არ ვისაუბრებთ და მე არ გამოვასწორებთ. ესეთი ბრძოლა კრახისთვის არის განწირული. მე იმ პარტიას, მე რატო ვარ დღეს იქ სადაც ვარ? იმიტომ რომ ჩვენს გვაქვს შეცდომები დაშვებული, მაგრამ ჩვენს გუნდს იმისი თავისუფლება და თავი მაინც აქვს. თქვენი შეცდომები რა იყო? საინტერესოა, რას ფიქრო, რას უწოდებენ და მიიჩნევთ გახარიას პარტიაში შეცდომებად? ჩვენ ნალაპარაკ თვითონ გიორგი გახარიასაც აქვს ნათქვამი, რომ მაგალითად 2024 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში ოცნების მარტო დატოვება იყო შეცდომა და ამას რატომ ვამბობ ესე თავისუფლად? იმიტომ რომ ჩემი მანდატი არის შეწყვეტილი. ამიტომ მე ძალიან მორალურად ძალიან თავისუფლად ვამბობ ამას. მეც უნდა ყოფილიყავი, ხო? ანუ ჩემი წელი პასუხისმგებლობაც არის ამ შეცდომაში, ჩემი მანდატი არის შეწყვეტილი, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ის ტოტი, რომელზეც სხედვართ არ ჩაგვიჭრია, ლელა. და მოვახერხეთ ის, რომ ჩვენი დეპუტატები არის საინტერესო ამის გარდა იმისა, რომ თქვათ პარლამენტში მოგვიანებით შესვლას მიიჩნევს დაგვიანებულად და ფიქრობთ, რომ ეს მანამდე უნდა გადაკეთებინათ, ხო? ამის გარდა ფაქტი არის ლელა, რომ პროპაგანდამ ჩვენ მოგვიგო. ჩვენ კი ვცდილობთ, ჩვენ ძალიან შეზღუდული რესურსი გვქონდა, ეხლა თქვენც კარგად იცით ამის შესახებ, არც ჩვენი რაღაცა მედია საშუალება გვაქვს და ფინანსური რესურსი ჩვენ იყო ყველაზე მწირი სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ეხლა მილიონობით დაფინანსება ჩვენს პარტიას ნამდვილად არ გქონია, ხო? ამიტომ ამ მწირი რესურსების პირობებში რასაც ვცდილობთ, იყო მუდმივად პროპაგანდისტვის დაგვეპირისპირებინა სიმართლე, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.
და ის რომ პროპაგანდასთან ოპოზიციამ წააგო და პროპაგანდასთან დამარცხდა, ესეც არის ოპოზიციის შეცდომა. მე ხომ არ ვამბობ, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვეძლო, არა, რა თქმა უნდა, ამ პირობებში რთული არის, მაგრამ ამ სირთულების მიუხედავად ძალიან ბევრი რაღაც არის ოპოზიციის დამსახურება ჩქარებში. კიდევ ერთ ვიტყვით, რომ შეიძლება შეცდომებზე როდესაც ვსაუბრობ, 26 მაისს გვითხარით, როდესაც დღეს ოპოზიციური ლიდერები თუ აქტორები გამოდიან და მადიარის მაგალითის შემდგომ ეს ნიშნის მოგებით საუბრობენ არჩევნებზე, თუ მათ ეს მართლა გადააფასეს და დაინახეს, რომ არჩევნების ბოიკოტი იყო უდიდესი შეცდომა, მე ამას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ სამწუხაროდ მე ამას ასე ვერ ხედავ. ოპოზიციური ალიანსი რჩება იმ პოზიციაზე, რომ შექმნილ სიტუაციაში არჩევნებს აზრი არ აქვს. და რას აქვს აზრი მაშინ? იქნება შედეგი თუ კი დღეს შეხვალ არჩევნებში რას აქვს აზრი მაშინ? რას აქვს აზრი? დამხობას? დამხობას ბრჭყალებში, დამხობას, რომლის სცენარიც დარწმუნებული იყავით ლელარო უცნების და სუსის ოფისებშია დაწერილი და ოპოზიციაში არ ვიცი ჩანერგილები თუ სასარგებლო იდიოტები, ნუ აქ სალანძღავად არ მოვსულო, მაგრამ ფაქტია, მიეხმარნენ ოცნებას ამ დამხობის, fake დამხობის სცენარის განხორციელებაში, საბოლოო ჯამში დამხობამ მიგიყვანა იქამდე, რომ ზუსტად იგივე ბოიკოტისტები ეხმარებოდნენ ოცნებას, რომ ისედაც დაზიანებული არჩევნების იდეა გაენადგურებინათ და პლუს ახალი პატიმრები მივიღეთ აი ამ ალია რაღაცა დამხობის, fake დამხობის სცენარით და ამაზე იღებენ პასუხს. ნუ დამხობას ახლა თვითონ ოპოზიციური ალიანსი ასე და ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც ჩვენგან განსხვავებული პოზიცია აქვს, ახლა ნამდვილად არ ქმევს მათ გეგმებს დამხობის და რევოლუციის გეგმებს. ისინი ამბობენ, რომ დელეგიტიმაციის რეჟიმში ამყოფებენ ხელისუფლებას და აი ამ გეგმას ლელა სამწუხაროდ. ანუ ქალბატონი ზურაბიშვილიც გვახსოვს, როდესაც იგეგმებოდა ეს რაღაცა fake რაღაც დამხობა, გამოვიდა წინასაღამოს თქვა, რომ არჩევნებში არ მიიღოთ მონაწილეობაო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი და მოუწოდება, რომ მოდითო და პოსტფაქტუმ, როდესაც სიტუაცია აირია, რომლის ესე ვთქვათ, წინასწარ განსაზღვრა და განჭვრეტა ძალიან მარტივი. ჩვენ თუ განჭვრიტეთ, სხვებმა რატო ვერ განჭვრიტეს ეს? და თუ ეს უნარები არ აქვს, მაშინ რა უნდა პოლიტიკაში? ანა, ბოლოს 26 მაისის აქციაზე გვითხარით და ამით დაგემშვიდობებით, თქვენ თქვით, რომ ოპოზიციურ ალიანსთან ერთად არ იქნებით რუსთაველის განძზე. ალიანსი კი არის ამ საპროტესტო აქციის და დემონსტრაციის ორგანიზატორი, მაგრამ იქ ხალხი იქნება. შესაბამისად, გამოდის, რომ არ იქნებით ხალხთან ერთად. ალიანსთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია კი გითხარით, მაგრამ ზოგადად მე ვისურვებდი ნელა, რომ 26 მაისი იყოს არა ეს ოცნებას ახასიათებს განსაკუთრებულად, მაგრამ არა მხოლოდ 26 მაისი იმის ნაცვლად რო იყოს პირიქით რაღაცა გამაერთიანებელი განურჩევლად პოლიტიკური ეს თქვა შეხედულებისა წესით და რიგით ეს სიმბოლო უნდა ჰქონდეს 26 მაისს საქართველოს ხალხისთვის, მაგრამ დღეს მივიღეთ ვითარება, სადაც ხელისუფლება ზოგიერთ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიებიც ხელს უწყობს ეს თარიღების სიმბოლური თარიღები პირიქით გამოიყენება ადამიანების დასახლეჭად და საზოგადოების კიდევ უფრო დასაპირისპირებლად. საკმარისია გვეყო უკვე ეს დაპირისპირება და ვინც ამას ხელს უწყობს, ჩემთვის პირადად მისაღები არასდროს არ იქნება. როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან. მადლობა ანა სტუმრობისთვის, იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და პასუხი გაიცით ჩვენს მიერ დასმოკითხვებს. ანა ბუჩუკურს დავიმშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ ლაშა ფარულავა შემოგვერთდება, ასე რომ დაგვერდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა გვერდება. გამარჯობა ბატონო და მადლობა სტუმრობისთვის. ბატონო, მოდით დავიწყოთ Freedom House-ის ანგარიშით, რომელშიც ძალიან ძიმე ჩანაწერები გვხვდება ჩვენი ქვეყნის შესახებ. სამწუხაროდ საქართველოს იმ სახელმწიფოთა რიცხვს დაამატეს, სადაც ტრანსნაციონალური რეპრესიების ტაქტიკას იყენებენ, ასეთი სწორედ ორგანიზაციის შეფასება. ამ კუთხით იდენტიფიცირებულია
6 ახალი ქვეყანა და მათ შორის არის სწორედ საქართველო, დანარჩენი ქვეყნები კი არიან ავღანეთი, ბენინი, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე. აი რა უნდა ვთქვათ, რა დიაგნოზია ის, რასაც ჩვენი ქვეყნის შესახებ ვისმენთ და სად მივყავართ აფრიკული ქვეყნების ჩამონათვალში მოხვედრას, იმიტომ რომ აი 6 ქვეყნიდან, რომელშიც Freedom House-მა სწორედ რეპრესიების ტაქტიკა დაინახა, 4 სწორედ აფრიკაში მდებარეობს. ეს არის საბოლოო ჯამში ჭორვილის მოდელი, რომელსაც ივანიშვილი გვთავაზობდა. ჩვენ აღარ ვართ თავისუფალი ქვეყანა, ჩვენ ვართ ავტორიტარული ბანაკის წევრები, თან იქაც ხო არის რაღაცა იერარქია. ჩვენ ფსკერზე ვართ, ყველგან ფსკერზე ვართ, ეს ხო ივანიშვილის ამოცანა, ქვეყანაში აღარ არის დემოკრატია, პოლიტიკურ პარტიებს და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ამ სტანდარტს აუქმებენ. მთლიანად კონსტიტუციური გადატრიალება მოვაწყო ივანიშვილის გუნდმა და ოლიგარქიული და უკვე ნეომონარქიული მმართველობა გვაქვს, აგერ ივანიშვილი თვითონ უკვე აი აგერ წარმოაჩინა ის საკუთარი შვილი ცოტნე რომ არის მისი მემკვიდრე და ნელ-ნელა გვაჩვევს იმას რომ მემკვიდრეობით დაინიშნებიან ხელმძღვანელი პირები ამ ქვეყანაში. ამის ნათელი მაგალითი იყო ის რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი რო ჩამოვიდა ირაკლი კობახიძე რომელიც კონსტიტუციით არის ქვეყნის მეთაური და პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაზე როგორც ლეკვი ისე დაყვებოდა ივანიშვილს და აი ესეთი სამარცხვინო სურათს უყურებდით ჩვენ და ამას უყურებს მთელი მსოფლიო. მთელი მსოფლიო უყურებს იმას როგორ ექცევა ბიძინა ივანიშვილის საკუთარი გუნდის წევრებს. როგორ არაფრად არ აკეთებს. გახსოვთ ალბათ ირაკლი ღარიბაშვილზე როგორ აკეთებდა განცხადებას, რომ ის მას არანაირი ფასი არ აქვს ჩემთვისო და რა ფასი აქვს ირაკლი კობახიძეს, აი ამ შეხვედრაზე დავინახეთ, ხო? თანაშემწესავითაც კი არ დაყვებოდა. ხო და ეს არის საბოლოო ჯამში ის სტანდარტი, რომელიც სტანდარტიც არის ქვეყანაში. კი აფრიკული მოდელი არის ალბათ კიდე აი ის ესე რომ ვთქვათ სტანდარტი, რომელსაც გვთავაზობს ივანიშვილი, მაგრამ ამის ქვემოთაც ჩავალთ, თუ კონკრეტულ ნაბიჯს არ გადადავს ქართული საზოგადოება და ძალიან საინტერესო განცხადება იყო, ხო? ერთის მხრივ საგანგაშო და მეორის მხრივ საინტერესო ზახაროვას განცხადება, რომ ის ივანიშვილს კი არ ემუქრება, ის ემუქრება ქართულ ხალხს, იმიტომ რომ როდესაც ორბანი დამარცხდა და მთავარი ლობისტი და მამა, პოლიტიკური მამა ივანიშვილს აღარ ყავს და აღარც პუტინს, რომელიც იყო მთავარი წინაღობა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო ბრიუსელს უკრაინასთან დაკავშირებით, უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, საქართველოსთან დაკავშირებით, ივანიშვილის წინააღმდეგ კონკრეტულ სანქციებზე, ვინ ბლოკავდა გადაწყვეტილებებს, ბლოკავდა ორბანი. დღეს ორბანი დამარცხებულია და ახლა ივანიშვილი ცდილობს, რომ აი როგორმე ტრამპის გული მოიგოს, მაგრამ ეს ყველაფერი არ იქნება წარუმატებელი. საბოლოო ჯამში რუსები ძალიან კარგად ხვდებიან, ხო? გადამწყვეტი ფაქტორი დღეს არის ქართველი ხალხი, მისი ერთიანობა და კონკრეტული მოქმედება, რომლისთვისაც აქტიური მუშაობა ასეთია. ვიდრე პოლიტიკურ საკითხებზე გავაგრძობთ საუბარს, ცოტნე ივანიშვილი ახსენეთ და მასთან დაკავშირებით ჩაგეკითხებით, აი მართლაც მოუხშირა აქტიურობას ცოტნე ივანიშვილმა, ის ხშირად ჩნდება ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ღონისძიებებზე და ამ გარემოებამ ბევრი მათგანის ყურადღება მიიქცია, ისე როგორც ხშირად გამოჩენის გარდა განცხადებებსაც აკეთებს ის პერიოდულად ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, მაგალითად 2 დღის წინ ასეთი რამ თქვა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით ეს ყველაფერი ასე არ უნდა მოხდარიყო, მგონია რომ პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალი არის დისკუსია. ჩაგეკითხებით თქვენს პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დააფიქსირეთ. ანუ ამბობთ, რომ ცოტნე ივანიშვილს მამა ბიძინა ივანიშვილი ამზადებს როგორც მემკვიდრეს და მას უნდა შევხედოთ როგორც მემკვიდრეს, რომელიც შესაძლოა ივანიშვილმა დატოვოს. ქართული ოცნების მხარდამჭერები ცოტნე ივანიშვილს უყურებენ როგორც ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრეს. თქვენ როგორ უყურებთ ამ აქტიურობას, რასაც ივანიშვილის ოჯახს, როგორც საქართველოს თავად პრობლემას? წარმოუდგენელია, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ჩვენთვის არსებითი არის დემოკრატია, არსებითია ლიბერალური დემოკრატია, ის რომ ქართული ხალხი საკუთარი პოლიტიკური იდენტობით იღებდეს გადაწყვეტილებას საარჩევნო უბანზე, ვინ უნდა იყოს მისი ხელისუფლება, ეს არის ჩვენთვის არსებითი საკითხი. თუ ვინმე სურს რომ ეს გააუქმოს ამ ქვეყანაში, არის ბიძინა ივანიშვილი. თავარი პრობლემა სწორედ ივანიშვილია და არავის არ უნდა დააუწყდეს 2024 წლის 29 აპრილის მისი განცხადებები რუსთაველის გამზირზე. ევროპული არჩევანის საბოტაჟი ვინ მოგვიწყო? ვინ დაგვიანოსა ძალადობა, რეპრესია, ტერორი? პოლიტიკური გზავნილები გააკეთა ივანიშვილმა და ცოტნე ივანიშვილი მის გვერდით იყო, ტაშ უკრავდა მამამის. როდის გამოეხმაურა ხო ამ ძალადობას ცოტნე ივანიშვილი მას შემდეგ, როცა წელიწადნახევარი გავიდა, არც ერთი მოძალადე დასჯილი არ არის, თვითონ დაგვიანოსა, თვითონ იძალადეს და ეხლა
თურმე წულს. ეს არის ლურჯი მელის პოზა, ყველას გვახსოვს ხო, სულხან-საბას ლურჯი მელია. ეს არის აი ილუსტრაცია ლურჯი მელია ქართული ოცნების. აი ყველაფერს რო აი ტრამპ თაუერის მშენებლობა, ხო, აი ესეთი ფარისეულობა, ტყუილი, წარმოუდგენელი რამ არის, ხო? მართლა სიცრუის ოსტატები არიან. ანუ ბიძინა ივანიშვილმა ტრამპ თაუერის პროექტი პირადად ჩაშალა და დონალდ ტრამპი საქართველოში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილთან ერთად პირადად ჩაუყარა თაუერის მშენებლობას საფუძველი და ეს პროექტი ჩაშალა ივანიშვილმა ისე როგორც გააფუჭა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა დაკარგა საქართველოს შეერთებულ შტატებთან და ვართ საემიგრაციო ბლოკადაში და პასუხისგებლობას ამაზე არავინ არ იღებს ისე როგორც არავინ არ იღებს პასუხისგებლობას ახლა რატომ დადგა ამ პროექტის განხორციელება დღის წესრიგში აი ეს კითხვაც დავსვათ მოდით იმიტომ რომ ხო აი ერთ-ერთი კითხვა რაც ამ პროცესს ახლავს ამ პროექტის დაანონსებას ახლავს არის სწორედ ის რატომ ახლა და უთხრათ მაყურებლებს ზუსტად რაზეა ლაპარაკი საქართველოში 70 სართულიანი ცათამბჯენი აშენდება და ამას გააკეთებს სწორედ ტრამპ ტაუერს თბილისი პროექტის განხორციელებაში ჩართულნი იქნებიან და ესეც მინდა იცოდეს მაყურებელმა თბილისის წამყვანი დეველოპერები არქიჯგუფი ბიოგრაფი ლივინგი და ბლოქსი კეთილი პირდაპირ გადავა რატომ ახლა და რა ინტერესი შეიძლება ამ პროექტთან მიმართებაში ქონდეს ქართული ოცნებას, იმიტომ რომ ამ ცათამბჯენს არ აშენებს ქართული ოცნება, ცათამბჯენს ააშენებს ბიზნესი. კეთილი, გავცემ ამას პასუხს და ფაქტებს მოუშველებ და კონკრეტულ მტკიცებულებას. ივანიშვილის მთავარი პრობლემა არის შეერთებული შტატების სანქცია. სწორედ ამიტომ იყო რომ გაუშვა ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში, მაშინ როცა მთელი ერი პატრიარქს გლოვობდა და აი ამ საორგანიზაციო საკითხებზე კომისია შექმნეს. მისი მეთაური იყო ირაკლი კობახიძე და იმის ნაცვლად რომ გაეწია რაღაცა ანგარიში ამ ყველაფრისთვის, ქართული ხალხის გლოვას შეერთებოდა, გაიქცა ბუდაპეშტში. რატომ? იმიტომ რომ ჯეიდი ვენსი ჩადიოდა იქ ვიცე-პრეზიდენტი და ევაჭრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ იქნებ სანქცია მოუხსნათ ბიძინა ივანიშვილს. ის კი არა რომ ქართული ხალხისთვის დამატებითი შესაძლებლობები გაჩნდეს ამ ქვეყანაში, ის რომ დემოკრატია გქონდეს, არა, ქართული ხალხისთვის კი არ მუშაობს ეს ოცნების გუნდი, მუშაობს ბიძინა ივანიშვილისთვის და ეს არის კონკრეტული მაგალითი. ეხლა ეს სამი ბიზნეს ჯგუფი, რომელიც არაფერი საერთო არ აქვს თავისუფალ ბიზნესთან. ეს ადამიანები არიან მთლიანად შერწყმული ქართული ოცნების აი ამ პოლიტიკურ ბანაკს. მთლიანად შერწყმულები არიან, როგორც ხაკაძე, ისე ესე რა ქვია, კალაძის მაკაცი რო არის არქი ჯგუფი და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა იქ რომ ზაზა ფაჩულიას ხედავ, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი კალათბურთელია და ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა მოდი ეს გვერდზე გავწიოთ, დღეს რა რეალობა გვაქვს. ტრამპ ტაუერი, რომელიც ნამდვილად შენდებოდა ბათუმში, პირადად ჩაუყარა საფუძველი დონალდ ტრამპმა, ეს პროექტი ჩაშალეს. და დღეს გვეუბნებიან, რომ იქ სადაც რეკრეაციული სივრცე უნდა ყოფილიყო, იქ სადაც თბილისის ფილტვები არის, უნდა აშენდეს ტრამპ ტაუერი. უნდა აშენდეს ტრამპ ტაუერი და ინვესტიცია კი არ შემოვა ქვეყანაში, არამედ ადგილობრივი ეს ოლიგარქების ჯგუფი, მინი ოლიგარქების ჯგუფი ააშენებს საკუთარი ფინანსებით აი ამ ფრენჩიზის ქვეშ ცათამბჯენს. აი ამას მიიღებს, ანუ თბილისი მიიღებს იმას, რომ კი დაეწერება ტრამპ ტაუერი, ანუ ფრენჩიზა იქნება, მაგრამ ინვესტიცია კი არ შემოვა ქვეყანაში. ინვესტიცია არათუ არ შემოვა, არამედ ყველა ინდიკაცია არსებობს იმისა, რომ საქართველოში არავინ აპირებს ფულის ჩადებას და ამის მისცემს თუ არა რამეს. ხო და აი კონკრეტულ მაგალითზე გადავალ, კონკრეტულ მაგალითზე. 2 წელია გვეუბნებიან, რომ ჩინური ინვესტიცია შემოვიდოდა ქვეყანაში. შემოვიდოდა ლიბერტი ბანკში და შევიდოდა მათ შორის ანაკლიის ხმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაში. არსად არ შესულა ჩინური ინვესტიცია. რა მოხდა მაშინ? ხო დაისმევა შეკითხვა ბაზის ბანკსა და ლიბერტი ბანკ შორის ახლა შერწყმის პროცესი დაიწყო. აი რა მოხდა? კეთყვით რა მოხდა? ჰუანის ჯგუფმა, რომელიც ფლობს ბაზის ბანკს, თავისი დანაშთი ქონება, არსებული ქონება, სადაც აი წლების განმავლობაში რომ ინვესტიციას ახორციელებდა და თბილისის ზღვის გარშემო დიდი ტერიტორია იყიდა და იქ დამატებით შექმნა, ხო, სავაჭრო ცენტრები. აი ეს ქონება დაალომბარდა, აიღო ძვირი, სესხი TBC ბანკისგან და იყიდა ლიბერტი ბანკი. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თანამოქალაქეებს, პენსიონერებს საპენსიო სესხზე პროცენტი არათუ არ შეუმცირდება, არამედ გაუძვირდება და ლიბერტი ბანკის ყველა საბანკო პროდუქტი უფრო გაძვირდება. ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი ამ ტყუილზე? არის ქართული ოცნება. ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი. ის ცდილობს, რომ აი ირაკლი ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, აი ყოფილ წევრებს გადააბრალოს და მათ დააბრალოს ყველაფერი და პასუხისმგებლობა ბოდიში ამ სიტყვაზე შეტანოს. ესე არ არის. ის არის პირადად პასუხისმგებელი. ცოდნე ივანიშვილი იქნება თუ ირაკლი კობახიძე იქნება თუ ვინც არ უნდა წამოსწიოს, ხო?
ასპარეზზე. ფაქტი არის ის, რომ ამ წლების განმავლობაში თუ ვინმე გაგვაღარება, თუ ვინმე გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს ქართველებისგან დაცლილიყო, არის ბიძინა ივანიშვილი. ბადოლაშა სამწუხაროდ არ გვაქვს ბევრი დრო, ამიტომ მინდა სხვა საკითხებზეც მოვასწრო საუბარი, მით უფრო რომ ოპოზიციური სპექტრის, ზოგადად ოპოზიციური სპექტრის მისამართით და განსაკუთრებით ალიანსში შემავალი პარტიების მისამართით მორიგი ბრალდებები ისმის ქართული ოცნების მხრიდან. აი მაგალითად ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ამონარიდი საქართველოში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც უმეტესობა იყო ძალადობრივი, ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ იყვნენ სხვები, ახლა არის ბლაჟევიჩი, იცვლება გვარები, მაგრამ მათ უკან ვინ დგას, ეს არის თავად. მორიგ ჯერზე ხართ დადანაშაულებული რევოლუციის მოწყობის სურვილში, თუმცა აქ ახალი და საინტერესო არის ის, რომ ამჯერად ქართული ოცნების მტკიცებით ინსტრუქციებს იღებთ პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ-ერთი ლიდერის იგორ ბლაჟევიჩისგან. იცნობთ თუ არა ამ ადამიანს და რა ვიცი, რამდენად არის ის ჩართული გეგმის მომზადებაში, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციურმა რევოლუციებს არაპოლიტიკური პარტიები, არამედ ხალხი ახდენს, ის ხალხი, რომელსაც 14 წელი ატყუებენ, კი სრული უფლება აქვს, რომ რევოლუცია მოუწყოს ქართულ ოცნებას. ხალხი, რომელსაც პირდებოდნენ, რომ ფასებს შევამცირებთო, ზუსტად 3 თვე და 3 კვირა გავიდა იმ დაპირებიდან, რომელიც გასცა პირადად ირაკლი კობახიძემ, რომ ფასები ამ ქვეყანაში შემცირდებოდა და პირველ შედეგებს ქართველი ხალხი აპრილში იგრძნობდა, აპრილი მთავრდება, სად არის შედეგები? ყველაფერი, აი მაგალითად, საახალწლო ნობაცა და სააღდგომო ნობაც შორის 20%-იანი მატება გვაქვს. და ამაზე პასუხისმგებელი ვინ არის? არ არის ქართული ოცნება, ამაზე პასუხისმგებელი ქართულ ხალხს რო უჭირს. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? რა თქმა უნდა, არის ქართული ოცნება, რომელიც თავარი ამოცანა არის ქართული ხალხის გაყოლება და კორუფციული მართლობა. ხო ნახეთ, როგორ უწყვილად სახელებში ოქროს ზოდები. ეს ოქროს ზოდები საიდან მოვიდა? ქართული ხალხის ჯიბიდან მოვიდა. ტყუილი ფარისეულობა, ეს მუდმივი აი ტერორი, რეპრესია, სხვა ვერაფერს ვეღარ შეთავაზებს ქართული ოცნება. იმიტომ რომ ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას და მუდმივ ტყუილში ამყოფებენ ჩვენ ხალხს. ბადოლაშა, რა შეეხება კითხვის იმ ნაწილს, რომელიც ეხებოდა იგორ ბლაჟევიჩს, იცნობთ თუ არა ამ ადამიანს და რა კავშირი აქვს ოპოზიციურ ალიანსთან, რომელშიც თქვენი პარტია ნაციონალ-დემოკრატია და არც ჩვენი პოლიტიკური პარტია არ არის მასთან რაღაცა საქმიანობაში ჩართული, თუმცა არსებითი აქ სხვა რამ არის, რომ რევოლუციებს პოლიტიკური პარტიები არ აწყობენ. რევოლუციებს აწყობენ მოქალაქეები, ხალხი აწყობს რევოლუციას, სწორედ ის ხალხი, რომელსაც 14 წელია ატყუებენ, ამ 14 წლის განმავლობაში რაც მოხდა არის ის, რომ ქართული ოცნების ბანაკი გამდიდრდა ქართველი ხალხის ხარჯზე და ამის კონკრეტული მაგალითი გითხრათ, 20 მილიარდი ლარის ტენდერი არის განაწილებული ერთ-ერთთან მოლაპარაკებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად 1,5 მილიარდ ქართული ოცნების ბანაკი ეზიდება ქართული ხალხის ფულს ბიუჯეტიდან. იმ ბიუჯეტიდან, რომელიც თავარი ყულაბა არის ქართული ოცნების ეს ჯიბე და მაგალი ფასები თუ ვინმეს აწყობს ამ ქვეყანაში და სოციალური უთანასწორობა არის ქართული ოცნების წევრები, კოლექტიური ზარქოები და კოლექტიური წილოსანები, რომლებისთან მორალს გვიკითხავენ, მილიარდელები არიან, დაჯდნენ ფას წარმოქმნის სტრუქტურას სწავლობენ, ხალხს დასცინიან და თვალში ნაცარს აყრიან და ეს ასე ვეღარ გაგრძელდება. თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს ქართული ხალხის, ნამდვილად არის ივანიშვილი, თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს პასუხისგებლობის, ეს არის კობახიძე, მდინარაძე და ის ბანაკი, რომელიც 3 თვეა და 3 კვირა ატყუებს ქართულ ხალხს, რომ ფასები შემცირდებაო და ფასები არათუ არ შემცირდა, არამედ გაიზარდა და რო იყო გამოძიება კარტელურ გარიგებებზე, სად არის შედეგები? აბა გითხრას გამოვიდეს ის მდინარაძე, ხან პოლკოვნიკი რო ხდება, ხან მაიორი რო ხდება, მარტო მისი წოდებები იცვლება და დაწინაურებაზე. მეტი არაფერი, აი მითხარით ერთი პროდუქცია გვითხრან, სასურსათო პროდუქცია, რომელზეც ფასი შემცირდა და გვითხრან ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ეხა ადგებიან და ორმუზის სრუტეს დააბრალებენ და ყველაფერს გარდა ბიძინა ივანიშვილისა. და რეალობა არის ის, რომ ქვეყანაში არის კორუფცია, რეალობა არის ის, რომ საბანკო ოლიგარქია ყველაფერს დაეპატრონა ამ ქვეყანაში და მოქალაქეს აღარა აქვს. მალე მართლა ჰაერზე დაუწესებენ გადასახადს და თუ ახლა არ გავინძრებით, თუ ახლა ერთიანები არ ვიქნებით, რა პოლიტიკურ პარტიებზე ვლაპარაკობთ, აგერ პირდაპირ პაპუაშვილმა დაგვიანოსა, რომ კი, ქვეყანაში დემოკრატიულ წესწყობილებას აუქმებენ და ამის იურიდიული გაფორმება იქნება საკონსტიტუციო სასამართლო. ამიტომ თუ ერთად არ დავდგებით, არაფერი არ გამოვიდა. კარგ თემას შეეხეთ და სწორედ ამით დავასრულოთ. უთხრათ მაყურებლებს თარაზია საუბარი, ქართული ოცნება კიდევ ერთი პარტიის აკრძალვის მოთხოვნის დაყენებას აპირებს ნაციონალ
მოძრაობას, პარტია ახალს და ლელოს დაემატება ბოკერია ჩერგოლეშვილის პარტია ფედერალისტებიც. აი დღეს ცოტა ხნის წინ გააკეთა შალვა პაპუაშვილმა შესაბამისი განცხადება და თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვა უკვე წარდგენილი, ანუ ძველი სარჩელი და პარტია ფედერალისტების აკრძალვის დამატებით შევა ახალი. აი რა სიტყვით, რას უპასუხებთ ქართულ ოცნებას და მეორე მხრივ ახლა ყველა პარტიას, რომელიც მეტნაკლებად აქტიურობს, ჩანს, რომ ქართული ოცნება აკრძალვას უპირებს. არ ვიცი, ხელფეხშეკრულს რისი გაკეთება შეგიძლიათ ქართული პარტიის სინამდვილეში რა ხდება, ხო? ქართული ოცნება ვერ ეგუება იმას, რომ მას აღარანაირი რესურსი აღარ აქვს აი ამ ტყუილების და ცდილობს, რომ ის წესრიგში შემოიტანოს ოპოზიციის აკრძალვა. აგერ არის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში? არა, უკაცრავად ტექნიკურად ეხლა ხდება ის, რომ განხილვის ვადა იწურება იმ სარჩელის, რომელიც უკვე შეიტანა, ამიტომ გამოაქვს ეს სარჩელი და აპირებს თავიდან შეტანას. ეს არის კიდევ ერთი ტყუილი და ფარისევლობა. თუ ვინმე აკრძალვას აპირებენ, ჩვენ არაფერს არ გვეშლია, აქავართ, ჩვენი აკრძალვით არაფერი არ შეიცვლება, გულისხმობ იმას, რომ ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, იმიტომ რომ ჩვენ ეს გზაა და კალაპოტი ავირჩიეთ. რატომ არის ბატონო, ფიქრობთ რომ არ მივა ეს პროცესი ბოლომდე? არა, ეს არის ტყუილი და ფარისევლობა, რომ აპირებდნენ აკრძალვას, აქ შეიტანეს სარჩელი. რამდენი თვე გავიდა? თვე ნახევარში ეწურება საკონსტიტუციო ვადა, რომ განხილვა დაიწყოს და არაფერი ნაბიჯი არ გადადგმულა იქ კონკრეტული და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ტექნიკურად გამოიტანენ სარჩელს და შემდეგ თავიდან შეიტანენ და ამას ატრიალებენ მუდმივად, რომ ნაცები და კოცები და ეს კალაპოტი უნდათ ატრიალონ სულ, მაგრამ ერთ რამეს ვერ ხვდებიან, რომ ქართულ ხალხს სურს რომ საკუთარ სამშობლოში დაბრუნდეს. ქართველი ხალხისგან დაიცალა ეს ქვეყანა. გავიხედოთ რეგიონებში რა ხდება. ახალგაზრდას ვეღარ ვიპოვით და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? არ არის ივანიშვილი და ივანიშვილი პასუხისმგებლობას კი არ იღებს. ის კი არ აგერ 3 თვის წინ გითხრა ადამიანმა, რომ ფასებს დავაკლებ და პირველი შედეგი აპრილში იქნება და ეხა იმალება კობახიძე. ყველაფერს ემალება, იმიტომ რომ კი სამარცხინო დღეშია და აღარაფერის თქმის უფლება კი არა. სხვა შორის ფასებზეც მორალური გვესაუბრა, თუმცა ვერ მოვასწარით სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენ გადაცემისთვის განკუთვნილი დრო, ამიტომ ამ საკითხზე სასაუბროთ სხვა დროს დაგვატიშებთ. დღეს მადლობა მინდა ბატონაშა. მადლობა და ხავარი არის ერთიანობა. ის რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა სურთ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენნაირი თავისუფალი მედიის აკრძალვა სურს ივანიშვილს, იმიტომ რომ ოპონირება აღარ შეუძლია, იმიტომ რომ აღარაფერი სათქმელი და შესათავაზებელი აღარ აქვს, ამიტომ ვიქნებით ერთად გავიმარჯვებთ. ვიქნებით და ფრაგმენტირებულები დავუმარცხდებით. ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ უნდა ვიყოთ ერთიანები და ჩვენი სამშობლო უნდა დავიბრუნოთ. მადლობა ბატონაშა სტუმრობისთვის. ლაშა ფარულოვას ვემშვიდობებით. დღის 9:13 დასრულებულია. ერთმანეთს ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.